მაგას უყურეს მე ვხვევასო და დღეს მე თქვენ გაჩვენებ თუ როგორ წავშოვთ რაღაცები კომპიუტერიდან როცა აკვირდება არანაირი არაფრის ჩაწერაც პირველი ჩვენ ვაწვევით control panel-ს ანუ ასე ვაწვევით აი ამ რაღაცას starts ვაწვევით მე რა ვუწერე control panel შევდივართ აქ ეხლა რა ჩაირთვება მე ვაწვევით ჩვენ პროგრამს install programs ესეთი დავაწვევთ პროგრამს მე შევდივართ აქ და არანაირ არსებში თორე შეიძლება ესეთ რაღაც წაშალოთ რომ თქვენი კონტენტი გაფრთხილდეს ამიტომ შევდივართ აქ მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ რა უნდა წაშალოთ თუ ისეთი რაღაც წაშალოთ რომელიც კომპიუტერში ჭირდება შეიძლება ინტერნეტისა იყოს ან სხვა რაღაცის შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს ну აი ხნა არჩევთ რაც არ ჭირდება აი მე ახლა ყველაფერი მჭირდება აი ხიდან აირჩევთ აი ესე დააწყაბებ და uninstall-ს დააწვევით და წაგეშლებათ რა ვთქვა და ესე აი რაღაც საუბრები ხართ ამ ჭირდება მოიცადეთ ნახოთ არაფერი მაქვს მაგრამ აი ესე არის და რავი რა ასეთ რაღაცებს შეგიძლიათ წაშალოთ მე კიდევ ერთი რაღაცა მინდა რომ გითხრათ ზოგიერთი ადამიანი რომ ჩააგდებს აი ესე პირდაპირ ნაგვის ურნარში ეგ არ მუშაობს ამიტომ ჯობია პირდაპირ იმიდან ამუშავოთ კომპიუტერიდან იმიტომ შეიძლება ზოგიერთი კომპიუტერის შიგნით ანუ ვიძახე მე აი ამ ადგილით მოიცადეთ აი თუთეთ აქ დარჩეს აქ უბრალოდ აქ კი არა აი კომპიუტერში თვითონ აქ დისკზე ან ცა დისკზე იყო ჩარჩენილი და მე ადგილებს იკავებთ რა თქმა უნდა ეხლა მე გასაწმენდი მაქვს აქ რა იმ ფოტოები ან ეს რაღაც ან ეს აი ესეთი რაღაცები შეგიძლიათ წაშალოთ ან დაინსტალება ამას დაინსტალება და ამასაც და გოგო თავის ინსტალებს უნდა წაშალოთ ну სულ ყველაფერი რო წანდი როგორი ამას აკლიք მაგრამ მე ახლა იმას გეტყვი ამას მარცხენ რომ და ამას აწვევით და всё სამი რაღაც მაქვს მე წავშალეთ ну ეს იყო ჩვენი ვიდეო რავი ამით გემშვიდობებით იმედია გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს და გამოგადგებათ. კარგად ბრძანდებოდეთ.